სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ნახე რა მოგიტანე მე ხო გითხარი მე მოვიტან თქო მარიამი მაცადე რა ცხოვრება რა ჯერ არ მშობიარო ისე შეიძლება გაგიოთხმაკ და ორსულობის დროს არაფერ შუაში არ არის ორსულობა წინაზე ვიჯექი და ვკითხულობდი და თურმე ჩემი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს ახასიათებს მსგავსი ციგები მაგრამ ეკას მე რა გიგვირს საერთოდ ეგეთი ციკიანი მე მეორე არ მინახავს თან ქალწულია ეკას ერთად ასოხრა ვერ გავიგე რა გჭირს ჰა რა ვიცი 6 წლიდან ერთად ვარ და ეხა უნდა ვიგებდე მაგის ამბებს თან ესეც უბოდიშვე რანაირად გამოგვეპარა პროსტა საერთოდ არ არის ასაციო რა რამდენჯერ ვთქვამს ხა ვიღაცაზე სკოლაშიც რომ მომწონსო ხომ პრინციპში ხარ ვფიქრობ რომ ამბობდა ვიღაც ბიჭზე მომწონსო მე აღარც აქცევდა ყურადღებას ხო და იგონებდა აბა შენ წარმოიდგინე მარიამ ერთი წუთით ახლა რა იმ დროს და იმ პერიოდში ეკას რა მედგა წარმოიდგინე რა ამბავი ატყდებოდა შენ ძალიან ჩვეულებრივად მიიღე ეს ამბავი და ხო არ იცოდი რამე აი საიდან უნდა მცოდნოდა მითხარი რა ვიცი არც გაგკვირვები არც წყენია აი მარიამ რა უნდა მწყენოდა ეხა ეკას გამოვეკიდო რომ ამდენი ხანი რატო არ მეუნებოდი თქვა კარგი რა თავისი გაჭირვებია რანაირად არ გწყენს რა არის აქ საწყენი ამას მე მეუნები შემხედე მე რომელმაც გიორგი ამდენი ტყუილის კორიანდელში ვაცხოვრე ეკას მოვთხოვე ხა პასუხი აი ორი სხვადასხვა რამეა რა ვიცი ალბათ იმ ქეითს რო არ მოენდომებინა გასაჯაროება ამ ყველაფრის არც გვეტყოდა იცი რა არის შენ ხვდები მაინც რა რთულია როდესაც ადამიანი გიყვარს და არ შეგიძლია რომ გამოხატო უფლება არ გაქვს მაგრამ ხა ყველა უნდა გააღიზიანოს ოჯახი აი მე რას ნიშნავს გააღიზიანოს მარიამ ნუ გადამრიე ჯერ ეს ერთი ვერც ქეითი ვერც მე ვერც შენ ვერც ჯონსონი და ვერავინ ეკას ვერ გააკეთებინებს რაღაცას რაც მას არ უნდა ეხო კარგად იცი ხო და ვაცადოთ რა ამ გოგოს ცხოვრება რა მე დავაცადე მე ისედაც კაი აღარ გვინდა ეკას ლაპარაკი მიდი რა გაგიცივდება დალია მიდი ხო მაგრამ კაი არ მინდა I'll follow you რასაკეთებ? დამატენიანებელს ვისვამ. გინდა რამე? ო, კი რა. ნანამ ყველაფერი გასარეცხად წაიღო და რამე პირსახოცი არ გააქვს. კი. უი, ეს არ გაყიდე? კი. აბა ეს რა არის? კარგი რა გონია ვინმეს რამეს ვიტყვი? ნაჯექი მომიყევი ყველაფერი. რა ხდება? ადრე გავყიდე მაგ ბეჭდის თვალი. მე ყალბია. მასწავლებლისთვის რომ გადამეხადა ფული. და აბა ჩვენებს რა ფული მიეცი? სწავლის ფული. არ
გქონდა დახარჯული? ეხლა უნდა დამეწყო მომზადება და რაღაც ასე დაემთხვა. კარგი რა. რას ვიზამთ? მეთქობა არ ყოფილა ჩემი ბედის სწავლა. ნუ ამბობ ეგრე. არა უშავს. აი შენ რომ გიყურებ. რა ბედნიერი ხარ. შენს სამშვილთან და ქმართან ერთად. გონი არ არის ცუდი ვარიანტი გათხოვება. ხო, მაგრამ ცხოვრებაში ყველას თავისი გზა აქვს, ხო იცი? აი დედა ჩემი ხათუნა, არასდროს არ ნებდება არაფერზე. ვიცი. 3 წელი ეჯაჯგურა იმ მიწას და მაინც გაახარა. ზუსტად. ხო და სულ რას ამბობს იცი? პირველად რომ დაეცემი, მაშინვე თუ არ წამოდგები, მაშინ აღარაფერს აზრი აღარ აქვსო. ხო და შენც არ უნდა დანებდე. ჭკვიანი ქალია ხათუნა დეიდა. ხო და სხვათა შორის მეც მისი გენები მაქვს და უნდა დამიჯერო. გთხოვარი ნერვი მოკარგი. აქედან გამომდინარე რა გამოდის იქსი? 30. ყოჩახ დაწერე? დაჯექი, 10-იანი. შენი როლი აიღე? ელენე, რასაკეთე? გამოდი დაფასთან და როლი გამოიტანე. არ მაქვს. რა, დავალება არ გაქვს? არ მაქვს თქო. ადექი როცა მელაპარაკები. გაიმეორე? არ მაქვს თქო. რატო? არ ვიცი. ელენე, ეგ არის შენი პასუხი. პასუხსაც არ მეუბნები. დაჯექი ორიანი. ელენე, რასაკეთებ? მეორე ორიანიც გინდა? კარგი. ზუკა გამოდი დაფასთან. ცარცი აიღე. ვა. შავა შეკვეთა საკეთებ? ხო, ამთავრებ უკვე რა. ისადაა, დირექტორის მოადგილე. ბიჭო, გამიშვიო, მთხოვა რა, კვალიფიკაციას უნდა უყურეო და. ხვალო არ მაქვს ვემუშავებ. რა ყურებინებს ბიჭო ამ კვალიფიკაციას? ბიჭო, მე არ უყურებ, ეხა ფორმულა 1, მაგრამ ვიცი რომ მნიშვნელოვანია რა. აუ, მონაკოს გრან-პრი არის, ხო? კაი, გავალმე რა, დაურეკავ დავადგები, კაი? ბიჭო, რაღაცა მინდა დაგელაპარაკო, რა მოგივიდა შენ? აუ, ყობა, მაგარი არეული ვარ, შენ ძმობას ვიცა ვარ და ყველაფერი მავიწყდება და. ხო და ეგ შეგამჩნია. ეხლა არ გეწყინოს. არა უშენო წავედი და ეს ჩინით ამბები გავარკვიე რა. რა გაარკვიე? ახალ საქმეზე და გაფრთხოებაზე რო გელაპარაკე. რა გჭირს ბიჭო მართლა შენ გამაგებინე? ხადაო, დაიწყე უკვე? ხო, რაღაც კომპანია ვიპოვე, რომელიც გადაზიდვების ამბებში დაგვეხმარება. შეკვეთას მივცემთ აქედან. მიუთითებთ ჩინეთის საწყობის მისამართს, ხო? დავიფრენები ყოველ კვირა. ვა, უბრალოდ გემი ხო არ ჯობია თვითფრინავსე? ის გაგწეწავს რა თვითფრინავი, მაგრამ ბიჭო, გემს უნდა 2 თვე ეგზაში. და ეხლა დამკვეთი რომ მოვა და რაღაცას რო შეგვიკვეთავს. აი ესე რაღაც ამები და 2 კვირაში რო აბარებ შეკვეთას. წარმოგიდგენია როგორ მოვა ხალხი უფრო? ვა, შენ რეებზე გიფიქრია. ბიჭო, არა, მაგრამ მინდა რომ გამოგვივიდეს რა. ძალიან მაგრამ მინდა რომ გამოგვივიდეს, თან დიზაინსაც უნდა მივაწვეთ. დაუждეთ, მოვიფიქროთ, შეკვეთა აქვე ავიღოთ და გავუშვათ ჩინეთში. ჯიგარი ხარ, ძმაო, ჯიგარი ხარ. როგორ მიხარია იცი ესეთ მოტივირებულს რო გხედავ? მაინც და მაინც ღმერთის ხელი უნდა ჩარეულიყო, ბიჭო, რომ დაბრუნებულიყავი. მომისმინე ხა. რადგან ეს დაიწყე შენ? მოდი რა, მთელი პასუხისმგებლობა აიღე ძმაო. და ამ თემას შენ მიაწექი ბოლომდე რა. ხოი ჩემ გვერდში ვარ ძმაო და ყველაფერში გენდობი რა. დარწმუნებული ხარ? რაზე? ხო, ყველაფერში რომ უნდა მენდო. იცი რომ ამ სიტყვებს ტყუილა არ გეტყვი რა.
ბავშვობიდან იყავი ჩემზე ბევრად ნიჭიერი. უბრალოდ ზარმაცი რა. და ინიციატივას არასდროს არ იჩენდი. ეხლა კიდე ისეთ ანთებულს რო ხედავ, ყოველთვის შენ გვერდში ვიქნები რა. მაგრამ მიხარია, ჩემი კობა დაბრუნდა. მაიმუნი კაცი. მომისმინე, მე წავალ ზვიადასთან ეხლა. ფორმულა 1-ს უნდა ვუყო. შენ კიდე აქ დაამთავრე რა. კი. მესმის ზუსტად, კი. აჰა. იცი, თან თვითონ დაგირეკოს ხარჯობია. აუ, კიკალ ძალიან დიდი მადლობა რა. კოცნი ბევრს. კაი. ხმერთ რა საყვარელია ეს ბიჭი. ვინ არის საყვარელი? მაცად ჯერ რაღაც უნდა დავლიო, მე რო წვენი მოგიტანი ის რო დავლიო. მიდი დალია რაც კიდე მაციოში. თან მოყევი რა. მაცად კაც. მოკლედ დაგвтахმდა. ვინ დაგვთა და რაზე? დავით კიკალეიშვილი, იგივე კიკალა, შენ მაინც დავითი დაუწახე. ვერ გავიგე, ვინ არის დავითი? შენი ადვოკატი. აუ, კარგი რა, კარგი მართლა რა. ხო გითხარი, რომ არ მინდა არც ადვოკატი და არც არავინ არ ვაპირებ ამ საქმის გარჩევას რა. ეხა არ გამაფრენინო. აბა მაგ ბავშვით ამ სახში რჩები, თუ დედა შენს უნდა შეეკედო. მე გეხოცები არ მიხსენე საერთოდ კეთი. კერესას იმედი ხო არ გაქვს რამეში? არავის იმედი არ მაქვს არაფერში საერთოდ. ხანდახან ძალიან გული მტკივა ხოლმე რა. ვიცი რომ ჩემი ბრალია. უბრალოდ ეხლა ვხვდები კიდევ უფრო კარგად გიორგი რამდენად ზრუნავდა ჩემზე და ბავშვზე. და კერესა ხო კარგად მოიქცა. როგორც კი გაიგო რომ მამა გახდებოდა ჯერ ხო გადაირია ყოველს გააგებინეთო და უთხარითო რომ მამა ვიქნებიო. ესე ვიზრუნებ ბავშვზე და ისე და მთელი ამბები ვლაპარაკა და სინამდვილეში ერთხელაც არ დაურეკავ შემთხვევით. ერთხელ არ მოუკითხავს. არ ხარ ახლა მართალი. დაგიხსნი რატო? ამ კერესას კი არ ვამართლებ. მაგრამ აი იმის მდგომარეობაში ცხოვრობ შეხვიდე, მიხვედი უთხარი ბავშვს ელოდებიო. იყო უბედნიერესი ელოდებოდა, მე მიხვედი, უი, შევწდი, თურმე გიორგია მამაო. ალბათ ძალიან განიცადა, მაგრამ მე იპოვა ვიღაც გოგო რაღაცნაირად დალაგდა თავის ცხოვრებაში, ეხა მიხვედი, ისევ შენ ყოფილ ხარ მამაო, ანუ იმანაც რა ქნას. არაფერი. მესმის. ეცეკა არაფერი არ მინდა საერთოდ, იმის გარდა რომ ეს იყოს კარგად. და კონდეს ყველაფერი რაც ეჭიროა. ზუსტად მაგიტომ უნდა დაურეკო კიკალას. რა, არ მინდა. ვახ, არ იქნება ჩემი მხრიდან ეგ სწორედ არ გავაკეთებ. ჩემი ხათრით ერთხელ. ხო, ერთხელ უბრალოდ დაურეკე. არ გაინტერესებს რას გეტყვის. თან ამბობს რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს გიორგის ადვოკატის შემოთავაზებას. აი, დაურეკა. მიყვარხარ. მე უფრო მიყვარხარ მართლა. მართლა? რაც გითხარ იმის მიუხედავად მაინც გიყვარო არ? რა შუაშია? მაგას რა მნიშვნელობა აქვს? იცი რა, თურმე აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეგ ამბავი რაც მოგიყევით, მარის არც ერთხელ არ მოუკითხე ვარ იმის მერე. ხო, ნუ ხო იცი თავის პრობლემები აქვს რაღაცები და თან რაღაც დრო ჭირდება ალბათ რომ გადახარშოს რა. მოდი აქ. ნახოთ. მოდი ჩემი